როგორ ძალდებით? Test არის თროლას. გამარჯობა test არის თროლას. Test არის. Kilotsa test არის თროლას. Kilotsa მე test არის თროლას. ბევრი ხალხი იქნება დღეს დილით. სად არის ჩვენი გამარჯობა რომ მოგიწვათ? მაგარი კაცია ცა. როგორ? კარგი. ცოტა დაგვაგდა, მას შემდეგ ოლიმპიადა არის. მეტი ლოცვა და აუცილებლად გაიმორჩოს ბოლომდე. $150 ოთახია გათვლილი. რუმსი? რუმსი არის 105 ოთახია. 105. ესე იგი 300, 400 და მე 480 შენდება? კი, მე 400 ფირუზე აგერ კიდე მეხუთე. ერთად ამდენი რომ 500. სულ მთლიანად გამოდის 500-ზე მეტი ოთახი. ამ წამს დასაქმებულია რაღაც 800 ადამიანი და ხო და კერძო სასტუმროები არ გაიქცა? კერძო სასტუმროები კი გაკეთდა, ძალიან ბევრი სასტუმრო გაკეთდა და მე მოველი რომ მომავალ წელს გააორმაგდება კერძოების ხარჯი. ესე იგი 1000 ნომერო დაემატოს ბორჯომს, ეს არის დაახლოებით სადღაც მე ფიქრობ სადღაც ალბათ 200-1000 კაცი დამატებით დამსვენებელი. 120.000 ყავდა უკვე დღეის წრეებით. მეტი? თუ 120. დღეს 120 და მომავალ წელს ესე ამას დაემატება კიდე 200 ამ ნომრების გათვალისწინებით. ესე ბორჯომის პოტენცია რეალურად არის წლის განმავლობაში თუ იმუშავებს, ავიდეს უახლოეს წლებში სადღაც მე ვფიქრობ 500-600-700-1000 ქართველების და უცხოელების. რეალურად 5-დან 7 ტურისტამდე საქმდება ერთი ადამიანი. ესე იგი ეს ნიშნავს რომ 5000 ადამიანი და 4000-ზე მეტი ადამიანი წეს უნდა დასაქმდეს. იმიტომ თავისუფლის მეურნეობის პროდუქტებით, თავისი სხვადასხვა სერვისები. ხა თან ოჯახურ სასტუმროებში ექიმები, აქ ხო სპეციფიკა ასე რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, ბალნეოლოგიური კუთხე ძალიან ასობით ექიმი შეიძლება ბალნეოლოგიური კუთხით დაასაქმო ასევე. ასევე ბორჯომი იმდენად ცნობილი სახელი არის, რამდენიც ოთახი იქნება, იმდენი ტურისტი ჩამოვა. მე მაშინ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ რაც დავდივარ. ხო და ნახე ქსელია ესე იგი. ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი, ახალციხე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომის, იმიტომ რომ მიზიდო აი სად მიდიხარ, აი თქვა პარკისგან და რას აკეთებ? ჩდები ექსკურსია, მიდიხარ ახალციხეში, მიდიხარ ვარძიაში. მე ესე იგი, მე გავდივარ აბასთუმაზე, ახალ გზას ვაკეთებ იქით, ჩავდივარ თქვენმოდ ესე იგი, გადავდივარ საირმეში, საირმედან გადავდივარ ვანის და სამტრედიის ბალნეოლოგიურ კურორტებს და გადავდივართ წყალტუბოში. წყალტუბოდან ავდივართ ესე იგი შაურზე, შოუში და უწერაში. რეალურად ნამდვილი რკალი იკვრება იმის გზის გათვალისწინებით, რომელიც აბასთუმიდან ვაშენებ საირმისკენ. ძალიან სერიოზულია რა. და ბორჯომი, რაც თორე ბორჯომი რომელიც წარი იყო, ტრიეთით აღდგა. თქო, ქუთაისის აეროპორტი ამას დაეხმარება, რომ რეალურად ქუთაისის აეროპორტია, ვინ ჩამოვა თქვა იქით კურორტებზე. ამ გზებს შეუძლია აქაც გადმოსვლა. პრინციპში ერთი რეგიონმაძირია თბილისის და ქუთაისის აეროპორტი და მაგრამ გათვალისწინებით რომ კურორტებია ხო, იაფად ჩამოვა ქუთაისის აეროპორტში და უფრო დიდხანს დარჩება აქ, იმიტომ რომ უფრო მეტი ფული დარჩება რომ აქ გაჩერდეს. და ასევე საირმე ძალიან ბევრი კურორტი ამით დაიტვირთება, იმიტომ რომ აეროპორტი გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი ხალხი შემოვიყვანოს საქართველოში. აი ეს გამომაგრებიათ რამაზ ნიკოლაიშვილის კედელი და გამოვიდა, ხო? ეს უშლია ამის შენობას ხეს, აი ესე რა, ჩვენ დავეხმარეთ კერძო ბიზნესს, რომ გავამაგრეთ კედლები, დაუპროექტეთ ხიდი აგერ უფასოდ და სამაგეროდ ააშენა სასწაული. როგორ ახალ გამარჯობა. Как жизнь? Здравствуйте. Хорошо пошло, так бы. Молодцы. ეს სულ რესტორანია? აი ეს სულ არის რესტორანია, ხალხი ტერასი. ძალიან მაგარი. ჯამურად ტემპები ყველა მხრივ სამუშაოები დაწყებულია და ყველა მხრივ სამუშაოები მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლოს გარედან იქ. გვინდა რომ კი, ფასადი გვინდა რომ იყოს დამთავრებული და ლობი გვინდა რომ იყოს დამთავრებული. ლობი და რესტორანიც? ო, რა მაგარი. აი ნახე. გამავითაც მუშაობენ? კი. სულ მუშაობენ. არ წუწუნებენ მუშები. რას გვიშვება ეს თავრობა რომ ღამე გვამუშავებ? რა სილამაზეა ნახე. ბორჯომში აღარ იყო არც ერთი დასაჯდომი ადგილი რა. ეს ხო ჩვენ საირმეში ნახე გუშინ წინ, ასე ძალიან თანამედროვე დიზაინის რესტორანი. ნახე ეს ტერასი. საირმე საერთოდ არის ძალიან ლამაზად გააკეთებული. და ბორჯომში ხა ბორჯომში ხო შორის 70-იან წლებში გააკეთეს არაუშავს რა რაღაც დიზაინით, რაღაცა პატარ-პატარა ჯიხურები, რესტორნები რაღაცა, მაგრამ ეგ იყო და ეგა მე არაფერი გაკეთებულა, მე ყველაფერი ჩამოინგრა. მადლობა გექრო გააკეთეს აი
სამეგრელო ჯერ დასაწყისია. დავიწყეთ უკვე. ეხლა დავიწყეთ გათხრა ლაზიკას. სამეგრელოში უნდა ვაკეთებთ ეხლა სკურს და ლებარდეს. სკურე კერძო არის და რაღაცებს უმატებთ ინფრასტრუქტურას და ლებარდეზე მასტერ პლანი გავაკეთებიეთ და ეს სამეგრელო დილოცად მარიამოვას. ძალიან. ამოვით. როგორ ძა? შენ რა ქვია? აბა რა გიქ? თვითფინავით წაგიყვანო, საწაგო. თვითფინავით რო არა ვარ. თვითფინავით ვიყავით სწორედ ქუთაისში, რო ცოტა და წავიყვანდი. როგორ ახლა რომ მომედი? კარგად. ხო, კარგად უნდა იყო რა. Мы из Баку, очень любим вас. Вы настоящий мужик. Спасибо. Серьезно, я очень люблю. Спасибо. Спасибо. Дай Бог вам здоровья. Так любите свой народ. Надо почаще. Я второй год здесь курю. Да? Второй год. Ну, поменялось, не боржоми все. Очень красиво, очень. Ваш народ вот так. И вы вас любят, ваш народ. Я знаю. И вы любите народ свой. Это мужские дела.